მოგესალმებით მეგობრებო. შემოგთავაზებთ კიდევ ერთ სამარხო კერძს. ეს არის კარტოფილის ჩაქაფული, რომელიც ძალიან გემრიელი გამოდის. მაშასე მოვამზადოთ. მოხარშეთ დაახლოებით 9 კილო კარტოფილი. ერთი თავი ხალხი დაჭერეთ წვრილად, მოხრაკეთ ზედში. კარგად გარეცხეთ მწვანილები გამდინარე წყალში. მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, კარხუნა. დაახლოებით 50-50 გრამი. ასევე 2 კბილი ნიორი და მწვანე წიწაკა. და დაჭერეთ მსხვილად. დიასახლისებო და მომავალო დიასახლისებო. მოგცემთ ერთ კარგ რჩევას. ზაფხულში კარგად გარეცხილი ტყემალი გაყინეთ და გამოგადგებათ ზამთარში და გაზაფხულზე ჩაქაფულისთვის. კარტოფილი მოიხარშა. გადაიტანეთ ქვაბში ერთი ფენა, შემდეგ ფენაზე მოათავსეთ მწვანილები, მოყარეთ ტყემალი, მოხრაკული ხახვი. გავიმეოროთ მეორე ფენა იგივენაირად, კარტოფილი და დარჩენილი მწვანილები, დარჩენილი ტყემალი და დარჩენილი ხახვი. ბოლოს მოასხით 200 მილილიტრი კარტოფილის ნახარში ან თეთრი ღვინო. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დაახურეთ თავზე, შემოდრით ცეცხლზე და ადუღებიდან 10-15 წუთი ადუღეთ. შემდეგ კარგად ამოურიეთ და უგემრიელესი ჩაქაფული მზად არის. შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ. აქვე თხოვნით მინდა მოგმართოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი ბურის სამზარეულოს გვერდი, დამიკომენტაროთ, მოიწონოთ. მომწერეთ მოგწონთ თუ არა ჩემი სამზარეულოს გვერდი, მომწერეთ რომელი რეცეპტის გაზიარება გნებავთ და მე აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს თხოვნებს. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.